დაწესებულებებს შორის ტურნირი მინიფეხბურთში დასრულდა. ფინალურ შეხვედრაში ერთმანეთს მარტისა და სავაჭრო ცენტრ ახალციხეს ფეხბურთელები დაუპირისპირდნენ. დაძაბული შეხვედრის შემდეგ ანგარიშით 6-5 გამარჯვება სავაჭრო ცენტრის გუნდმა მოიპოვა. ტურნირი სამცხე-ჯავახეთის ფეხბურთის ფედერაციის ორგანიზებით გაიმართა. ჩემპიონატი 21 აპრილს დაიწყო და მასში ახალციხეში არსებული 12 ორგანიზაციის გუნდი იყო ჩართული. საბოლოოდ ორგანიზატორებმა ფინალში გასული გუნდები მედლებითა და სიგელებით დაასაჩუქრეს. გარდა ამისა დასახელდა სხვადასხვა ნომინაციაში გამარჯვებული მონაწილეებიც. საუკეთესო მეკარეს, ფეხბურთელს, ბომბარდირს, მაყურებელსა და მწვრთნელს ფედერაციისგან ფასიანი საჩუქრები გადაეცათ. დაწესებულებებს შორის მინიფეხბურთის ტურნირს ტრადიციული სახი აქვს. იგი ახალციხეში უკვე მეორე წელია მიმდინარეობს. ლოცავ გამარჯვებულს გამარჯვებას, დამარცხებულსაც ღირსეულად მომდევნო წლისათვის კარგად ეთამაშოს. დიდი მადლობა. გაიმარჯვა დღეს ღირსეულ ბრძოლაში ახალციხის სავაჭრო ცენტრმა ახალციხემ. ყველა სულოცავ, ჩემ ბიჭებს ყველა სულოცავ. მონაწილეობდა 12 გუნდი, იყო ჯგუფური ეტაპი, მერე ეს ჯგუფური ეტაპი რომ დამთავრდა, გადავედით პლეი-ოფებზე, პლეი-ოფებიდან ნახევარფინალები და უკვე აგერ დღეს გამოვიდა ფინალისტები, სადაც ძალიან დაძაბული შეხვედრა იყო სუპერმარკეტ სმარტსა და სავაჭრო ცენტრ ახალციხეს შორის. აი როგორც ხალხი, ძალიან ბევრი ხალხი მოვიდა, უყურებდა. ძალიან დიდი დაძაბულობა იყო, მაგრამ შედეგი იყო ლოგიკური. გაიმარჯვა ძლიერმა.